როგორც უტარდათ მობდა არაფრის გულისთვის სვეტი ცხოველს. აი ესე იყო ზუსტად. სვეტი ცხოველი იყო გიასთვის ძალენჯიხა. მთელი ცხოვრება იყო თბილისის და ძალენჯიხის გზაზე. ხერა სილამაზეა. ამ მთებიშვილი, აი რაღაც ამ დიდ და ზვიად მთებში რომ იზრდები, მე ასე მგონია რომ ეს გადმოგედება ალბათ ადამიანს მეთქებაზე. რა მხრივ გადმოგედება იცი ეს დიადი მთების წიაღში რომ იზრდები. აი არაფერი ამ ქვეყნად შენზე დიდი აღარ მოგეჩვენება, მიხვდი? სადაც არ უნდა წახვიდე და რაც არ უნდა ნახო. შენ ეს დიდებულება უკვე განცდილი გაქვს და გაზრდილი ხარ ამასთან ერთად და რასოდეს პატარად თავს არ იგრძნობ. მე ასე მგონია ეს დიდებულება ასე შემოდის მეთქი სულში. ეს რა კაი ვიდეოა. ხედები აქედანაც. გიო. ეკე. ეს ჩემპიონი გოჯა. ეს ხულიგანია, გიას ხულიგანია, ეს ყოველთვის მასე დარჩება. ანაშო. პიროვნულ თვისებებზე მინდა ვისაუბრო, იმიტომ რომ ესეთი გამარჯვების მოტანა მარტივი კი არა შეუძლებელი იყო, მაგრამ პიროვნული თვისებებიდან გიორგის გამოარჩევდა ის, რომ ძალიან ქარიზმატული იყო, არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ შინაგანადაც, აი ხმით დაწყებული, ხო? აი ესეთი მომუნუსხველი ხმა ქონდა, მომუნუსხველი გარეგნობა ქონდა და აი ეს იმდენად ერთმანეთში ჰარმონიულად იყო, რომ მას შეეძლო მასების აყოლიება. ეს არის გამორჩეული ნიჭი. მე რაც დადგა სიმართლე სიცრუის პირისპირ ჯავრი არ მასვენებს ბალე ორთა დასეგუნდანტივი ჩამძახის სინდისი ბარიერთან დიახ ბარიერთან რადგან სეგუნდანტივი ჩამძახის სინდისი დღეს საქართველოს დიდ ქართლს თავის
საყვარელი სიტყვა იყო შეუგუებლები და მართლა მისმა ბრძოლამ გამოიღო შედეგი და წალენჯიხა გახდა ერთადერთი გამორჩეული მუნიციპალიტეტი 2021 წელს. ძალიან დაადო ქალაქს მისი ერთგულება, მისი ღირსება, მისი შეუპოვრება. დამყოლებში, ამ გადარჩენაში, ამ შემართებაში სამეგრელოდან აირადის ქუჩის სამომავლები ვამბობთ, რომ ჩვენ არ წადებით, ჩვენ არ ვიმგზავრებით. ხის ხელისუფლების დიადი სამწმეები ყოველთვის სამეგრელოდან ისმება. სიტყვა თამარაგი ამას აქვს მნიშვნელობა ის არ ეძებდა სიტყვებს ის მისი სიტყვები იმდენად მხატვრული იყო მაგრამ არ იყო მოწყვეტილი აი ამ ყოველდღიურ ყოფას რომ ახდენდა აბსოლუტურ ზემოქმედებას აი რაღაცა მას ჰქონდა მომნუსხველობა აი სწორედ აი ამ ხმაში აი ამ სიტყვებში ანუ აი ეს კარგად ჩანდა ეს პატრიოტიზმი აი ეს რაღაც სილაღე აი ეს სისუფთავე შინაგანი და აი ეს ტრადიციები რომლითაც ჩვენი კუთხე და ზოგადად საქართველოს გამოიყოფა. შენ უფრო დიდი რამისთვის ხარ შექმნილი ვიდრე მსახურება საკუთარი თავის მიმართ. ჩვენ თავისუფალნი, რომლებმაც ვიცით რომ ეს უფრო დიდი რამ თავისუფლება, მეუბნებით იმათ თავისუფლება უწყვეტი პროცესია. მთელი კაცობრიობის ისტორია პროცესში თავისუფლების გადაზრება, გამოცდილებებში თავისუფლების გააზრება. და ჩვენ გულით სახელმწიფოს ოლიგარქია ვლიანად იტაცებთ ამ ინსტიტუტებს ოლიგარქიამ წაიღო სახელმწიფო წაიღო ინსტიტუტები და მოგვადგა ჩვენ ადამიანებს ჩვენი პირადი თავისუფლების დასაქმებად თავისუფლება უნდა გიყვარდეს რომ ისისთვის თავი გაწირო თავისუფლება უნდა იცოდე და გქონდეს რომ ის უნდა დაკარგო ედგა ვარ თქვენ წინაშე წალენჯიხელი კაცი და მომაქვს სიცხადეები არის ფაქტობრივი სიცხადე, არის მორალური სიცხადე, რომ ოლიგარქიის დამარცხება შესაძლებელია. ის იყო საჯარო მოხელი, რომელიც ამ ჩარჩოში ვერ ეტეოდა ვერანაირად. ის იყო ადამიანი, რომელსაც დაყნობა შეიძლებოდა, რომელიც გამოირჩეოდა ოჯახის შვილობით, როგორ მას ყავს განსაკუთრებული დედა, თავისი განსაკუთრებული ლიტერატურული ცოდნითა და ინტელექტით და ის იყო აბსოლუტურად ლოგიკურად მისი შვილი და ამასთან გია იყო გენიალური მათემატიკაში, ფიზიკაში და ასე შემდეგ. და როდესაც დადგა ის რეალობა, რაც დადგა და აბსოლუტურად ბუნებრივად იყო შეკითხვა, როგორ, რანაირად გაიმარჯვა. გიას პიროვნება უნდა გცოდნოდა, მისი მთელი ბავშვობიდან დაწყებული აქამდე, რომ პასუხი გაგეცა და არ გაკვირვებოდა. გია ხარჩილავას უცნობ ბავშვობიდან. როდესაც ბებია და ბაბუასთან ჩამოდიოდი, ჩემი სახლის აივანი უყურებს მისი სახლის აივანს და ანუ ვიცი როგორ გაიზარდა, როგორ დაამთავრა სკოლა, როგორ ასწავლიდა ადგილობრივ ბავშვებს კარატეს, როგორ გამოგლიჯა ეს ბავშვები ქუჩას და აი როგორი სწორი ღირებულებებით ზრდიდა აი ამ ბავშვებს და ძალიან რთული პერიოდი იყო მაშინ. ყველას უნდოდა რაღაც ძველი ბიჭობა, ქურდობა, ყველა ნარკოტიკისკენ იწეოდა და აი გია იყო აი რაღაც ნათელი წერტილი, აი ამ კარატეს ირგვლივ აი სწორ ღირებულებებს უყალიბებდა. სწორი ღირებულებები მას ჰქონდა, იმიტომ რომ დედამისი არის არაჩვეულებრივი ფილოლოგი, რომელსაც ერთადერთი კერძო სკოლა ჰქონდა სხვათა შორის წალენჯიხაში. ხდება ისე რომ მე ჩემოდივარ პოლიტიკაში 4 წლის წინ, ის სულ პოლიტიკაში იყო, საკრებულოს თავმჯდომარე იყო მერი მუნიციპალიტეტის და ყველაფერს გაუძლო იმის ჩათვლითო, რომ 2008 წელს, როდესაც აქ შემოვიდა რუსის ჯარი, გიორგი იყო ის ადამიანი, ვინც კი არ გაიქცა, არამედ ის იცავდა მოსახლეობას. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა. ანუ მას გააზრებული ჰქონდა პასუხისმგებლობის აღება, რას ნიშნავს? აი ომის დროზე გეტყვით ერთ მაგალითს. წალენჯიხი არის საზღვრისპირა რაიონი და როგორც სტრატეგიული რაიონი გამომდინარე ენგურხესის თემატიკიდან ხდა ოკუპანტების სამიზნე რაიონი და სამ ლოკაციაზე შემოვიდა რუსის ჯარი ამ სიტყვის სრული გაგებით. ეს ის პერიოდია, როცა ჩვენ გზას ვაგებთ წალენჯიხა ლიაფახულანი.
სწორედ ამ გზით შემოდიან რუსეთის ნაწილები შემდგომ კოდორში დისლოკაციისთვის, გადიან ჩვენს ტერიტორიაზე. მეუბნება საგზაო ხელმძღვანელი, რა ვქნა, ტექნიკა უნდა გავიყვანო რაიონიდან. და მე ვთხოვ, როგორც აგრებულოს თავმჯდომარე, რომ არ გავიყვანოთ და გეც ჩამოვალთქო და ადგილზე გავაგრძელოთ გზის მშენებლობა და თქვენ წარმოიდგინეთ ცოცხალი სურათი. მოდის ტექნიკა, მძიმე ჯავშნოსანი ტექნიკა შემომჯდარი სამხედროებით, ჩვენ აქით გზის მეორე რიგზე ვდგავართ საგზაო ტექნიკით და ვაშენებთ გზას აფხაზეთისკენ. მორალიზებაზე არ აქვს საუბარი, მოსახლეობის პირიქით განწყობის ამაღლებაა და ვინ გაიმარჯვა შენების იდეამ, გაიმარჯვა მიდგომა. ესე იგი პატრიოტიზმი მუცლიდან არ დახვება ადამიანს, ხო? პატრიოტიზმი არის აღზრდა, ოჯახი, სკოლა, გაკვეთილი კლასგარიშე მუშაობა და ბევრი რაღაც მოგზაურობა, საქართველოს მოვლა ყველგან. ჩვენ ერთად გავიზარდეთ. მე ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლედი გიას კლასს მეოთხე კლასიდან. 7 ბიჭი იყო კლასს. ეს 7-ვე ბიჭი სცენაზე მყავდა ყოფითს. მერვე კლასელი იყო გია, პირველი ხარისხის დიპლომი რომ მიიღო რესპუბლიკურ საკონტროლო წერაში. ისა ქუთაისში გვაქვს წერა და მახსოვს წერის შემდეგ ბაგრატზე ავედით, ბაგრატზე. ფეხსაცმლები გავიხადეთ და ფეხშიშვილებმა შემოუარეთ ტაძარს. ხო და როგორ შეიძლებოდა ახლა გიას სამშობლო არ პარებოდა. რუსეთის წინააღმდეგ პირველი ამბოხი მეათე კლასში. ქართული ლიტერატურის გაკვეთილზე მოაწყო, რომელსაც დედა ატარებდა. პარტიული მუშაკები, რომლებიც ამ გაკვეთილს საბჭოთა იდეოლოგიური ხაზის შესამოწმებლად ესწრებოდნენ, გაწმილებულები დარჩნენ. აქ არის ბედი ქართლისას გარჩევა. რიტორიკული კითხვა, საქართველოს მეფის არჩევანი რეგულარული. რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით და მაშინ რუსეთის ხაზი გახდა, რომ ეს იყო სწორი ადექშოვანი და ეს გადაწყვეტილება იყო ჩვენი გადამრჩენი გადაწყვეტილება. ეს საკითხი ტრადიციულად იმ გაკვეთილებზე, იმ კლასებში, იმ პარალელურ კლასებში ვითარდებოდა იმ გადაწყვეტილებებში, რომ ერეკლემ გადადგა სწორი ნაბიჯი. და ასე უნდა განვითარებულიყო წესი და ამ გაკვეთილზეც. ამ გაკვეთილზე მოხდა ის, რომ გავაცამტვერეთ ეს ვერსია. ერთი ამბოხი იყო, ამყვათელი კლასი თაობის გადმოსახედიდან. ანუ უკვე იგრძნობოდა ის თავისუფლების იო, რაც ძალიან მალე ხარისხადად გადაიქცეოდა საქართველოში. გია ერთი შვილი ყავდა ოჯახს და მარტო რომ არ გაზრდილიყო, მასთან გაიზარდნენ ბიძაშვილები და დედაშვილები. ესე იგი 4 შვილი გავზარდა და ერთი ჩემი შვილი და კობალატარია, ვანცაშონია, მირანდა შონია, ბაკურ ხარჩილავა. ერთი კარგი ბიჭი ყავდა და შემხვდა ქუჩაში და მოდი ბიძოლა ჩემთან საცხლე ვერიგებდა. შენთან რა მიდაო? მამეცადინეფო. მამეცადინეფო. არ მოვიდა, ვერ მოვიყვანე ის საცხლე. ერთად გაიზარდა ძმები და დები. ყავს გიას. მინდოდა რომ ეგოისტი და რაღაცა ისეთ გამოსულა. დედის ერთი სინდრომი. ოთახში გავიზარდე. ეს არის ყველაზე დიდი მემკვიდრეობა, რაც მე მშობლების გამბერგო და რასაც მე შვილებს გადავცემ. ამ წიგნებში პოულობდი საქართველოს ისტორიას, საკუთარ თავსაც პოულობდი. გიორგი ხარჩილავას წალენჯიხაში ყველა იცნობს. ეროვნული მოძრაობის 9 აპრილის მონაწილე ახალგაზრდა კაცი ქალაქის მერი ჯერ კიდევ 98-ში გახდა. მაშინაც ხელისუფლებას მოქალაქეთა კავშირს მოუგო. ბარდების რევოლუციის შემდეგ 2010 წლამდე ამავე საკრებულოს თავმჯდომარე იყო. შესაბამისად, ეს ქალაქი თავის ყველა ქუჩით, მთელი შემოგარენით, მთისპირა სამეგრელოს ულამაზესი სოფლებით, ხეობებით, ჩანჩქერებით და რაც მთავარია, ადამიანებით და მათი გასაჭირით ზედმიწევნით იცის. მთელი ცხოვრება ომის პერიოდში პატრონებდი როგორც სამოქალაქო პირი და ეს ოჯახები ჩემთვის პოლიტიკაზე მაღლად გაშვენი უთერთობები, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ესენი მე მხედავდნენ მადგორი. მე დარწმუნებული ვარ, ოცნების სამრჩეველის გარკვეულმა ნაწილმაც მე რეფორმატორული მოღვაწეობა თვითმმართველობაშიც ვაკავშირებ ამ შენობასთან. რასაც ნახავთ ახლა რომ გავივლით, ჩემი ხელი აქ ყველაფერში ემქარებს. უკეთქაშო ხმლების 4 ტონი წაკითხული გვქონდა. გვქონდას იმიტომ ვამბობ რომ ჩვენ ერთად გავიზარდეთ. მეც მასთან ერთად კითხულობდი და ერთად ვაანალიზებდით ყოველდღე ამას.
თქვენს რომ ლევან სანიკიძეს შეხვედრა აქვსო მკითხველებთან. მოდი ქია, წავიდეთ დედა, შევხვდეთ ლევან სანიკიძეს. ავედით სცენაზე. და ქია ეუბნება, მე თქვენი ხმლები წაკითხული მაქვს, მორიდებით ეუბნება. ხო და მე ვეუბნები ლევან სანიკიძეს. ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული ფილოლოგიური და გავიპარებოდით ხოლმე გოგონები და ლევან სანიკიძის საქართველოს ისტორიაში ლექციებს ვესწრებთ. და ეს უთხარი ლევანს. გაიღიმა ლევანს. წიგნი მივეცი და წაუწერა. დიდ სამომავლო გიორგის. ლევან სანიკიძე. იგრძნო. ეს წიგნი გაქვთ ხო დღეს? კი. დიდი ადამიანები ყოველთვის ერთმანეთს გრძნობენ. რა ვიცი. კი ესია ნამდვილად. მე წოდოს და მინდა თავისუფლების თქმა ქვეყანა მიგრძნოს და ადამიანმა საკუთარი წილი ძალაუფლება დაიბრუნოს, რა წართმეული გვაქვს დღეს. თავისუფლება ვინც შეიგრძნო, იმისთვის ადვილია თავისუფლებისთვის თავგანწერვა. აი თუ არა გაქვს მაგას ვერც დაკარგავ და მისთვის ვერც გაწირავ თავს. მთელი ქალაქი, აი ეს ცენტრი, ბაზარი, მთლიანად არის გადალურჯებული ოცნების კანდიდატის პლაკატებით. და მართლა სამთლით საზებარია ოპოზიციის კანდიდატის ბანერების პოვნა. ბანერი არც არის, რამდენიმე პლაკატი შემოხვდა. მაგრამ საინტერესოა დღეს იმ ერთადერთი ქალაქის მერია, რომელიც ქართულმა ოცნებამ მართლაც დატოვა. წალენჯიხაში საკრებულოს უმრავლესობაც ოპოზიციისაა. ორი ნაბიჯია დარჩენილი აფხაზეთის ბლოკპოსტამდე. იქ აი თითქოს რაღაცნაირად დემონსტრაციულად კიდია გია ხარჩილავას პლაკატი. და ის ტერიტორია, რომელიც ასევე საქართველოსია, მაგრამ უკვე შენი კონტროლირებადი არ არის, ის ტერიტორია უყურებს აი ამ პლაკატს. ეხლა წალენჯიხაში გრანელობაა. როგორც ამბობენ, გიას ხსოვნა მუდამ დარჩება ამ ქალაქში, რომელსაც მან სულ სხვანაირი თავისუფლების სხივი აჩუქა. ამ პატარა მუნიციპალიტეტში გაიხსნა ფანჯარა, სულიერი სარკმელი, საიდანაც შემოიჭრა ევროპული სინათლე და საიდანაც შემოვიდა სიო, რომელმაც ჰაერს თავისუფლების, განათლების და ღირსების სურნელი შემატა. ადამიანებს კი რწმენა, რომ წალენჯიხად შეიძლება გახდეს დიდი. დარჩება ასევე გიას ხელწერაც, ნამდვილი და განუმეორებელი, რომ თავისუფლება იქნება ნორმა, ღირსება ადამიანის საზომი, შეუგუებლობა კი გამარჯვების საწინდარი. გია იყო თითოეული წალენჯიხელი ოჯახის მეგობარი. მას ძალიან უყვარდა წალენჯიხა და წალენჯიხელი. მისი ნააზრევი, მისი ნაფიქრალი წალენჯიხას ყველგან ეთყობა. საითაც არ უნდა გაიხედო, გიას ნაფიქრალი და ნააზრევია. დღეს გრანელობაა წალენჯიხაში. ესეც გიას იდეა იყო, რომელიც მან 2009-ში განახორციელა. გიას იდეა იყო წალენჯიხაში მაცხოვრის 1000 წლიური იუბილეს გაკეთება, რომელიც შარშან უკვე 24-ში თები შეასხა. საიდანაც არ უნდა გაიხედო, ყველგან გიას ხელი და გიას ნაფიქრალი ატყვია. შესაბამისად, გია ყველგან არის. გია წალენჯიხაშია. გია ამ ქვეყნიდან წავიდა, მაგრამ მისი სული წალენჯიხაში ტრიალებს. ხანი მოსავლე იყო და მე არ არსებობდა ამის მსგავსი რამე, რომ გიას რამე არ წოდოდა. იქ რომ მუშაობდა ფინანსისტმა მითხრა, ამან რომ ზეპირადი სიტყვა. ფინანსები გინდა, კულტურა გინდა, მეცნიერება გინდა, პოეზია გინდა. ეს იყო ფენომენალური. ეს იყო კოლოსალური ნიჭის პატრონი. რაღაც მოვლენა იყო და რაღაც მეტეორიტი შემოიფოლა და აი მეტეორიტი წავიდა ამ ქვეყნიდან. დღეს გიას სული ტრიალებს, როგორ შეიძლება დღეს გია არ იყოს. ეს ფიზიკურად არ არის ჩვენთან. გიას სულკას, გიას სულკან წალენჯიხა და დღესაც იგივე არის ჩემო კარგად. ეს ტრადიცია ამ ქალაქში დაამკვიდრა სულ ნათელმა და სულნათმა გიახარჩილა. მისი ბევრი საქმე იმეთყველებს მასზე და მეტყველებს მასზე და ისეთი საქმეები აქვს გიას ნაკეთები, რომლებიც წლებს, 10 წლებს გავუწია. ხსოვნა არ დავიწყეთ, ჩემს მეგობარს და წალენჯიხას გიახარჩილა. წალენჯიხა და გია ფაქტობრივად ერთიანი იყვნენ. წალენჯიხა უყვარდა რაღაც განსაკუთრებულად
ნებისმიერი სტუმარჟო ჩამოდიოდა წალენჯიხაში, ის ადამიანი განსაკუთრებული იყო ღიას სტუმარს მოყვარეობით. იქ იყო არა მარტო საგრძელოები, არამედ იყო ისტორიაზე, ლიტერატურაზე, ფილოსოფიაზე, წალენჯიხის სინამდვილეზე, ფოლკლორულ დანიშნულებაზეც ლაბარაკი. ღიას უყურდა რაღაც სიამაყით საუბარი, ამას წალენჯიხაზე ლექსებსაც ჩაუერთდა და ტერენტი ყველა მიცის რომ ღიას განსაკუთრებულად უყურდა ტერენტი და დღეს ტერენტობა არის და ღიამ არს ეს ტერენტობა და ლექსები უყურდა ძალიან განსაკუთრებულად პოეტებთან, მწერლებთან, ცნობდა თავის თავს უფრო რაღაცნაირად თავისუფლად. მაგრამ ამავე დროს მეც მანც ვიფრებდა მისი სხვადასხვა ნიჭი ხანდახან მაოცებდა მათემატიკასთან, მაგრამ მერი იყო და მერი არ არის ვალდებული რომ ყველაფერი თავიდან ბოლომდე იცოდეს, მაგრამ თავიდან ბოლომდე იცოდა როგორც ფინანსები, ბიუჯეტი, წერტილ მძიმესავით იცოდა და ძალიან სხვანაირად გრძნობდა წალენჯიხის სინამდვილეს. ევროპ სიმღერიდან, უმელული მოთქმიდან, ისმის ხელის ყარული, აშკეხული მოდით და იქნე ველო ავარდა, აზური აფრიდან, ანდასლინდა გიორგი, აკვილიდან გაფრინდა, თვარის ხაბალახიანი, თვარის შაბდიანი, მოდის მოიჩარის, სოტანე გადიანი. ხსენდება პირველი გრანელობა წალენჯიხაში გიას მიხავდა სხვა პოზიციიდან მგონი საკრებულოს თავმჯდომარე იყო და მახსოვს ჩამოსული მწერლები და პოეტები კითხულობდნენ ეს მართლა საჯარო პირია საკრებულოს თავმჯდომარეა თუ ლიტერატურის სპეციალისტია ძალიან აკლია აქაურობას გიახარჩილავა ამით დავიწყებ ცხონდეს მისი სული წალენჯიხაში როცა ვარ სულ გამარჯვების განწყობა მაქვს ელვარდა მინერთან ოდის ჩუმი დაცისფერი ღამე უიმედო გულისგერა მინელდა შენ წმინდაო მაცხოვარო ამინ ეს არის ხატრობა ჩაესვენა სურვილების გროვა როგორც შორი მირაჟების სერია ახლა უკვე დაფიქრების დროა ეს არის მუსიკა უსიცოცხლო ველების რანაირი ნაწამები მივალ იმა გულზე დაკრაფილი ხელები ეს არის ტერენტი ესე იგი ერთ ლექსში შეგიძლია იპოვოთ ხატრობა პოეზია და ტერენტი რა განუმეორებელია სასწაულია არის სასწაული და უნდა გვიყვარდეს ტერენტი ხა ისევია ისევია წალენჯი ხა თქვა მაგრამ ისევია კი ამიცოდა ტერენტი გრანელს ყველა ლექსის ეპიკით აი, ყველა გამოსვლაზე ამ ლექსებს ამბობდა სულ. თან ძალიან უყვარდა მისი პოეზია. ჩაიარა სრულების გროვა, როგორც შორი მირაჟების სერია, ახლა უკვე დაფიქრების დროა, ჩადენილი შეცდომები ბევრია, ეს გული ისევ მტკივას იჩუმეა უსიცოცხლო ველების. რანაირი ნაწამები მივალ. იმა გულზე დაკრაფილი ხელები თავისუფლება არის გამოწვევა რომელსაც სჭირდება ყოველწუთიერი კონსოლიდირებული ერთობა რათა შეგვჩეს ეს ტერენტის სიტყვებია და თქვენ ამ სიტყვებით ნახავთ არა მხოლოდ პოეტს არამედ თავგანდილწილულ პოლიტიკოსს ვერავინ ვერ მოიხელთა ვერავინ ხელში ვერ მოიჭირა ვერავინ ვერ დაათმობინა და ჩვენ ყავს დიდი ავტორები რომლებმაც თითო მარგალიტი მაინც მიუძღვრა სიმბერიას. ეს კაცი იყო თავისუფლებისთვის ბოლომდე მებრძოლი რითმებით. ხალხიც ესე ზოგჯერ გამიკვირდებოდა ხოლმე რომ აი ესე ემოციებით და ისე ყვებოდნენ თან ჩვენი მერი, ჩვენი მაგარი მერი და წელს
გიამ ტერენტობა დააარსა. შემდეგ რა თქმა უნდა ყოველწლიურად ატარებდნენ ამ დღესასწაულს, მაგრამ ისე განსაკუთრებულად არა, როგორც მაგალითად 2022 წელს უკვე გიას ხელახლა არჩევნის შემდეგ. მე ვიყავი ერთ-ერთი ორგანიზატორი ამ დღესასწაულის. ყველაფერში იყო თვითონ გია ჩართული. აი ფერიც თვითონ შეარჩია, წარწერაც რომელიც მაისურზე უნდა ყოფილიყო თვითონ შეარჩია. მახსოვს, როდესაც მივედით ფოტოსტუდიაში მე და ჩემმა მეგობარმა გავაკეთეთ წარწერას და ფერიც შეუცაბლი. და როდესაც გიას ვანახე, გაბრაზდა და არ მოეწონა საშუალო. თვითონ ის კაციც გაგიჟებული იყო, რომ აი გია მოთხრა, რომ ამ ფერზე მოდი ეს ფერი დასვი. და ძალიან მაგარი გამოვაო და თვითონ ეს კაციც გაგიჟებული იყო, რომ აი როგორ მითხრა და მართლა როგორი მაგარი გამოვიდა. დიდი ხანი შემიძლია საუბარი, თუმცა ისე ომახიან როგორც თვითონ იცოდა, მე ალბათ არ გამომივა. აი სიკვდილის მერე ვაფასებ და ამ კატეგორიიდან გია საერთოდ უნდა გამოვრიცხოთ, რას ქვია სიკვდილი. ის ისედაც უყვარდა, დღესაც უყვართ, სიცოცხლეშიც დაფასებული იყო საზოგადოების მიერ. მე ის მეიმედებოდა აქეთ და ჩემსავე ძალიან ბევრს. და ძალიან დიდი დანაკლისია ყველასთვის და დღეს დაგვაკლა, აი გვაქვს დეფიციტი გვაქვს რა, გიასნაირი პიროვნების. პოლიტიკაშიც განსხვავებული იყო. ისე შემოქმედი და ინტელექტუალი ადამიანი იყო, მაგრამ პოლიტიკაში საერთოდ განსხვავებული იყო. ეს იყო სულ სხვა მასშტაბის ადამიანი. ყვედურით რო კი არა და ბოღმით კი არა, სინანულით რო ამბობს, რა მოაფიქრებინაო ეს? ამას ვამბობ, რა მოაფიქრებინათ უარი იმ სპორტ დარბაზზე, მაგრამ მადლობა რომ ასე ფეხზე ვდგავარ და ერთმანეთის გვერდიდროა. ადამიანები თავიანთი ყოველდღიური სასარგებლო ქართველობი და ცხოვრები ცხოვრობენ. მეურნეობაში, ქუთნის დედა, მეწარმე, ვოლბერტთან, ქარხანაში, ტექნოლოგიებთან, განათლების სისტემაში, მაგრამ ასე ყოფილა ტრადიციის საუკუნეების განმავლობაში და წალენჯიხის ისტორიაც ასე იწერებოდა, როცა ქვეყანას შეჭირვების ჟამს იყო, რაღაცნაირად უცებ ამოტრიალდება ხოლმე გენეტიკური მეხსიერება და ეს ადამიანები პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდიან. იბრძვიან, შეუგუებლები არიან, მე მათ უწოდებდი შეუგუებლების თაობებს. ეს მათი ხმა, ეს ერის ხმა, ეს წალენჯიხის ხმა და წალენჯიხის ხმას გავამართლებ. ორი კლასიკოსით მინდა ამ განწყობას მოვაფერო. ერთი არის დიდი მარკ ავრელიუსი, შენ უფრო დიდი რამისთვის ხარ შექმნილი ვიდრე მსახურებაა საკუთარი თავის მიმართ. ეს ადამიანები უფრო დიდისთვის არიან შექმნილი ვიდრე მსახურებაა საკუთარი თავის მიმართ. ეს ადამიანები უფრო დიდისთვის არიან შექმნილი ვიდრე მსახურებაა მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ. ეს ჩვენი კუთხეა და ეს ჩვენი ქვეყანა და ამ ადამიანებს კიდევ ერთხელ მინდა მოვაფერო. ახლა გურამრჩეულიშვილს ვნების სიმძაფრეს შენებაშია და არა აშენებული ტყვეობაში. თქვენს ვნების სიმძაფრეს და თქვენს ქართველობას გავამართლებ. ასე იყო 90-იან წლებში, როცა ჩვენ ისე სიამოვნებით კი ორი წუთი კი არ ნახე როგორც სიამოვნებით. ჯაგრები ჩვენ გელოდი. ასე იყო 90-იან წლებში, როცა ჩვენ ხარჯაოს დამოკიდებულება იყო ახალგაზრდათა საოცარი. ისეთი უშუალო იყო ყველა სამმართველოში, თითქოს რაღაცა იყო მეგობრები ყოფილიყო და თან როგორ ადამიანზე ვსაუბრობთ, ჩემი აზრით ჩვენ არ ვსაუბრობთ ჩვეულებრივ ადამიანზე, ის იყო ის არ იყო ერთი რაღაცა, მაგალითად კონკრეტული ქალაქის მერი, რომ გლობალურად უნდა შევხედოთ. აი მის სიტყვას გავიხსენებ, რომ ნების სიმძაფრე შენებაში არისო და არა აშენებული ტყვეობაში, სულ ამას იმეორებდა. და მართლა ეგეთი ადამიანი იყო რა, რაღაცა სურდა რომ მეტი შესაძლებლობა მიეცა ყველასთვის, თავისი ქალაქისთვის, საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის, ვინც მის გარშემო იყვნენ და ეგრეც არ არის ხა, რომიან შეუძლია რომ პატარა ქალაქით რაღაცა დიდი საქმე გააკეთოს და ეგეთი პიროვნება იყო. ყველა პრობლემა გააზრებული გვაქვს, ხვდებით ადამიანებს და არასდროს ვეგუებთ იმას, რომ ჩემს ქალაქს წალენჯიხას პერიფერიული ქალაქის ცხოვრები და ცხოვრა. ყოველთვის მქონდა ამბიცია, რომ სახელოვანი ყოფილიყო საქართველოში
საქართველოს მასშტაბებს გარეთ და ამ სახელს ქმნიან ეს ადამიანები. აი ვინც აქ ცხოვრობენ, ჩვენი ყოველდღიურობით ვინც უნდგავენ. ეს ადამიანები ინტელექტუალი, შემოქმედი, მარტო ერთი აი ტერენტი გრანელის შემოქმედებას სულ სხვა რაკურსით დაგვანახა ხო. აი რომ თვალდახუჭულად რომ გაყვები ისეთი ადამიანი. შეიძლება ითქვას აი ეგეთი არც მახსენდება შემოსვლი, რომ აი პირველი შეხვედრაზე მიგრძნობ, რომ აი რასაც გეუბნება გულწრფელი ადამიანი. მისმა ფაქტორმა გადამაწყვეტინა, რომ შეხვედრა და რაღაცა დავხმარებოდი ამ ადამიანს და მაგიას ვთქვამ სტენდისთან დაკავშირებით. აი, როდესაც მის პოეზიას ეცნობიან, ყველაო მაშინ ხედავს რა სიკვდილისკენ წულს, აი რაღაც აი ლექსის თუნდაც რომ ვერ შეძველი გასვლა მიწიდან ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას და მე ვხედავ როგორც სიცოცხლისკენ კავშირს, ანუ ამ სიკვდილის მერე რო სიცოცხლე არსებობს და რაღაცა რომ აი სიკვდილით არ მთავრდება ადამიანის ცხოვრებას, აი მაგას ვხედავ და მართლაც ეგ რომ მითხრა მე სულ მაგაზე ვფიქრობ რომ მეფიქრება და ჩემთვისაც რაღაცა გრანელის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა სარი და ეხა უფრო გრანელთან სიცოცხლეს ვაკავშირებ ვიდრე სიკვდილს. და როცა მოხდა სასწაულები ახალწლად წავიდა, იმდენად ტყიო და იმდენად ვერ წარმოვიდგენდი და ვერ ვიგუეთ ეს რეალობა, რომ აი წერად ვიქეცით, ვემშვიდობებოდით, ვაჯამებდით და წინა ღამეს, როცა მეორე დღეს უნდა გაგვეცილებინა, დაიწერა ლექსი ხმამაღალი ნათქვამია, მის გენიალურ დედას მოეწონა და ამიტომ კადნიერდები და გიკითხავ. ტერენტისთან მიიჩქარი ალბათ, მე იქვე დაუძახებთ მუზებს, დაიწყება იქ ლექსება, ბარდნა ღმერთო ჩემო ამათ რა გაუძლებს. ოხეს გული, ისევ გული მტკივა შენი ტყვიდა თავს მიადე პოეტს, ამდენ დაგვად ალბათ მაინც ღირდან რამდენ ვინმე ზეცა გააგონე, მისტერიის დაანთებენ ყოცონს და იმ ყველაფერთან ერთად რაც კი ამ გააკეთა და აკეთებს დღესაც და მომავალშიც გრძელდება. დიახაც, უამრავ ადამიანს და მათ შორის უამრავ ბავშვს გააგონა ზეცა, დააჯერა ზეცა, ანახა ზეცა და აი შეგრძნებები უკვდავდა. თქვა შობის დღეს წალენჯიხაშია. ეს ადგილობრივი კულტურის სამსახური და კოლექტივები ერთობლივად ატარებენ ღონისძიებას, რომელიც მოიცავს ყველა ასაკობრივ ჯგუფს და შობის განწყობებს ძალიან კეთილი გამძაფრებით ამძაფრებს. გიორგიმ შეძლო დაებალანსებინა ჯანსაღს სხეულში ჯანსაღის სული. ეს ხომ ბერძნული მოწოდებაა და მან აი ეს მოწოდება გახადა ჰარმონია. ანუ გია პარალელურად აი ამ სხეულის წრთობასთან ერთად ამ ბავშვებს ასწავლიდა რა არის ქართული, რა არის ღირებული, რა არის ჩვენი ფესვები, რა არის ჩვენი იდენტობა და პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ მან შეძლო მთელი თაობის აღზრდა. აი აქედან ვიცი მე გიორგი და აი ეს დედა გიორგიში დებდა ყველაფერს. ეს იყო მისი ერთადერთი შვილი და ცდილობდა რომ ეს ქართული იდენტობა, ხელოვნება, განათლება, კულტურა, რაღაც სახელმწიფოებრივი აზროვნება, აი ეს ქართulis ირგვლივ მოეყარა თავი ამ ყველაფერს. კარატეში ეს აკრძალული სპორტი იყო მაშინ და გია თავის დეიდაშვილთან ერთად, რომელიც ჩემს ოჯახში იზრდებოდა, დაყავდა ჩუმად ნაკიფუში წვრთნელთან და თხილნარისფერს ვარჯიშობდნენ. ხო და აი უნივერსიტეტის მერი როგორ დაბრუნდა წალენჯიხაში? იმხელა გაქანების აი ასეთი პოტენციალის ადამიანი იყო და წალენჯიხა არ დატოვა. აი რანაირად ეს ემოცია იმიტომ რომ ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მას მოხდა სამთვიან კურსებზე ამერიკაში წასვლა. და იქვე თავის წვრთნელს ჰიგაონას ჩააბარა გამოცდა და შავი კამარი იქ დაიცვა და თხოვდნენ მას იქ რომ დარჩენილიყო, მაგრამ არ დარჩა და წამოვიდა. მაშინ აქ 90-იანი წლები იყო, ყველაფერი მძვინვარებდა, არ დატოვა აქაურობა. და აქ გახსნა კარატეს სკოლა. აქედან დაიწყო სულიერი და ფიზიკური განვითარების ცენტრის შექმნა, თავისი კარატის სკოლით. და ამას მოახმოლა სხვა კულტურული ღონისძიებები. იმ თავის ცენტრს მასკური დაერქვა სულიერი და ფიზიკური განვითარების ცენტრი.
მეამბოხე მე-10 კლასელმა კარატეს ხელოვნების შესწავლა გადაწყვიტა. კგბ-მ კარგად იცოდა, რომ ეს ორთაბრძოლა თავისუფალ ადამიანს აყალიბებდა და დევნა დაუწყო. ეს არის სახელმძღვანელო, ავტორი არის ჰიგაონა. აი აქ წერია გიორგის სან, ანუ მორიო ჰიგაონა მემჩუქნის ამას. მე პირადი მწვრთნელია და მასთან დავიცავი ყველა ის ხარისხი, რომელიც მე მაქვს. გიორგი სანი კარატეში მსოფლიო ჩემპიონია, მაგრამ შავი ქამრის მეორე დანის ოსტატი ყველაზე დიდ სპორტულ მიღწევად წალენჯიხაში კარატეს სკოლის დაარსებას და იქ აღზრდილი თაობების უწყვეტობას მიიჩნევს. კარატე ჩვენს დროს დისიდენტური სპორტი იყო, არ გაგიკვირდეთ. დისიდენტური იმიტომ, რომ კარატეს შემოყვა ფილოსოფიური განათლება, მახაბხარატა, ბხაგავად-გიტა, იაპონური ჰაიუკები, იაპონური ფილოსოფია, ფილოსოფიური მოძღვრებები და კომუნისტურმა სისტემამ ჩათვალა საფრთხედ. დერეფნული ტიპის, ესე იგი 14 კვადრატიან ოთახში 5 წუთიანი ინტერვალებით მივდიოდით, რომ ვინმე არ მოყოლოდა უკან. დისიდენტური თემაა რა, იმიტომ რომ გუდევნიდნენ. იმაზე იყო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 4 წელი ამ ეგეზე 85, 6, 7 წლებში, 8 წლებში ამაზე იჭერდნენ ხო. 96 წელს ამერიკიდან მოწვევა მიიღო. წალენჯიხის მერმა პან ამერიკის ღია ტურნირზე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ეგიდით ტარდებოდა, ოქროს მედალი აიღო და ჩემპიონი გახდა. შავი ქამრისა და მეორე დანის მფლობელმა 93 წელს, მაშინ როდესაც მხედრიონი სამეგრელოს აწიოკებდა, წალენჯიხაში კარატეს სკოლა დააფუძნა. თან ქალაქში პატრულირებდა. ოჯახიც მაშინ შექმნა. მალე წალენჯიხის მერი გახდა. სისტემას მაშინაც დაუპირისპირდა და დამოუკიდებლად შიშველი ხელებით გაიმარჯვა. ადამიანებს უხდებოდათ რეპრესიულ კარიდორებში გავლა, სადაც მეურნეს ჩვენს მოქალაქეს ხვდებოდათ ხელისუფლებასთან მიტმასდილი გაუგებარი ადამიანები. ხვდებოდათ იმისთვის, რომ ოჯახიდან 5-მდე მათი გადაწყვეტილება შეეცვალათ, მათი საარჩევნო ნება გაეტეხათ, რიგდებოდა ფული, ნარკოტიკები, აი 90-იანი წლების დროში გვამოგზაურა ამ არჩევნებით ქართულმა ოცნებამ. თემმა პიროვნულმა გავლილმა ცხოვრებამ, რომელიც ამ ქალაქში დაიხარჯა, უამრავი მოსწავლის აღზრდელი ვარ. ჩემი მოსწავლეები, სპორტსმენები ჩემს გვერდი ჯარისკაცებად იქცნენ. ჩვენ შიგნითაც ვიომეთ. გარეთაც ვიომეთ. აი გეუბნებით სპორტულ თემატიკას წამოვუწიეთ, იმიტომ რომ 200-ზე მეტი ბავშვი მყავს აღაზრდილი. ახალგაზრდა სპორტიდან გამომდინარე. მთელი ცხოვრება ომის პერიოდში პატრულიებდი როგორც სამოქალაქო პირი და ეს ოჯახები ჩემთვის პოლიტიკაზე მაღლა დგას ჩვენი ურთიერთობები, იმიტომ რომ აბსოლუტურად არანაირი რეგლამენტი არ ჩაიტევს და ვერ ჩაიტევს ყველაფერი იმას, რასაც გიორგი ხარჩელას პიროვნება წარმოადგენდა. ის იყო თითქოს ერთი ჩვეულებრივი წალენჯიხელი ბიჭი და ამასთან ის იყო უზადოდ განათლებული, იყო სპორტსმენი, სამაგალითო, რომელმაც წლების განმავლობაში სრულიად უფასო და ასწავლა თაობებს. ძალიან დასახასებელია მისი კვაწლი საბრძოლო ხელოვნების, კონკრეტულად გოჯურიუ კარატეს გავითარებაში წალენჯიხაში და არ მხოლოდ წალენჯიხაში, თბილისშიც. მისი ძალიან აქტიური ჩართულობით შეიქმნა წრე წალენჯიხაში ამ მიმართულებით, რომელიც შემდეგ ძალიან გავითარდა და დაარსდა ფედერაცია თბილისში, რომლის გავითარებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მას. დღემდე არა მხოლოდ პატარებს, ახალგაზრდებს, არამედ საკმაოდ დასულ ადამიანებსაც კი აძლევს იმის საშუალებას, რომ განვითარდეს როგორც ფიზიკურად, ასე გონებრივად. თქვენ გახსოვთ 93 წელი არ მახსოვს ამერიკაში იმ 10 წლის განმავლობაში მთელი ძალისხმევა ჩააქვსოვა. ან ამერიკის ჩემპიონობა მიიღო. პირველი დანი ამერიკაში ის კარატეს ყველაზე მაღალი საფეხური იყო, პირველი დანი შავი ხამარი. იმ უფროსმა მე არ მახსოვს ახლა მაგის სახელი, იმ კოვალატარიას უფრო კარგად მოიხსენება და იმან უთხრა, რომ დარჩი აქ ნიუ-იორკში ამერიკაში და უხელმძღვანელებს სკოლასო. 92-93 წელს ვინ იყო ამერიკაში ნამყოფი თითოეულა კაცის გარდა. შეგიძლიათ აგრესია გამოუშვათ და ვერძე გაატაროთ. ეს თქვენი ასარჩევია ცხოვრებაშიც მათ შორის, თუ გიდათ პოლიტიკაშიც მათ შორის, აქედან აიგება სტრატეგია. მოწინააღმდეგეს აფასებ და მის ძალას დაუხვედრებ, თუ გაატარებ დაამარცხებ და გაიმართებ. ოცნების რღვევა ოდესმე უნდა დაწყებულიყო და ის დაიწყო წალენჯიხიდან.
წალენჯიხა, ჯიხა, ციხე, იგივე ჭანების ციხე ვერც ისტორიულად და ვერც ახლა აიღეს. კოლხეთის ჩრდილოელი ტომების შთამომავლებმა, თავისუფალმა ადამიანებმა გამარჯვება მოიპოვეს. ის პოსტამენტი თავიდან ბოლომდე ღია შექმნა. აიეტი გახდათ ჰელიოსის, ანუ ტიტანის შვილი. მანამდე იყო ქაოსი, მერე იყო ურანოსი და გეა, მათ მერე იშვა კრონოსი და დეა. აი ტიტანებს გატოლებული ღმერთი იყო დედა პერსე, ოკეანოსის შვილი. ანუ უკვე ძველ ცივილიზაციაში კოლხებს ჰქონდათ განსაკუთრებული ადგილი სამყაროს მოწყობაში. ლურჯი ფერი გახლავთ სამეგრელო სიმბოლო ზოგადად როგორც ზღვისპირეთისა და შეგახსენებთ რომ აიეტის დედა პერსე ოკეანოსის შვილი იყო, ანუ ზღვის და წყლის სტიქიის შვილი გახლდათ. შემდეგ მინდა გითხრათ სიტყვოთი მინდა ეს ახსნა, ჩადებული არის ძალიან ისტორიული და თბილი მომენტები. ზედა ნაწილზე ეს გახლავთ საქალაქო გვირგვინი, ეგრეთ წოდებული სიმბოლიკი და გამოტანილი არის ჯიხა. ანუ ციხე. ჩვენი წალენჯიხის ძირითადი ფუძეც სწორედ ჯიხით აკითხება. მინდა გითხრათ რომ ერთ-ერთი ვერსიით გელენჯიკი, ანუ გალენჯიხა, ანუ იქაური ციხე და წალენჯიხა, ანუ ქვემო ციხე ან ჭანების და წანების ციხე. შინაგანად ღია იყო მეამბოხე პიროვნება, რომელმაც რამოდენიმეჯერ დაამტკიცა თავისი პატრიოტიზმი ქვეყნის მიმართ. ღია იყო ერთადერთი პიროვნება, ვინც შევარდნაძის დროს ოპოზიციაში მყოფმა გაიმარჯვა, გაამართა სახელმწიფო მანქანა და მეორედ უკვე 21 წელს არჩევნებს.